მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია და ეთერშია გადაცემა გზა ჭეშმარიტებისა. სტუმრად მოვიწვიეთ წმინდა იოაკიმესა და ანას სამლოცველოს წინამძღვარი მამა ანდრია. დაგლოცით მამა. დაგლოცით ღმერთმა დაგლოცოს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი განსაკუთრებით ჩვენ ეპარქიაში, ჩვენ ქალაქში მცხოვრებები, რომლებიც ელოდებიან დიდი მარხვის დაწყებას. აი სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ მოგიწვიეთ მამო. მოგიხსენებათ დიდ მარხვას წინ უძღვის ხორციელის კვირა, შემდეგ ყველიერის კვირა და შემდგომ იწყება მძიმე მარხვა. ეს ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ მოსამზადებელი პერიოდი არის დიდი მარხვისა და აი პირველი შეკითხვა ეს იქნება საიდან დაიბადა ეს იდეა, როგორ მოვიდა ეს ხორციელის კვირის წამზღარება წინ, შემდგომ ყველიერის და შემდგომ დიდი მარხვის დაწყება. რაც შეეხება მზადებას დიდი მარხვისადმი გაცილებით ადრე იწყება ვიდრე ყველიერის ან ხორციელის კვირა არის. ეხლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯერ იქიდან დავიწყოთ მარხვას ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. ისევე როგორც ვთქვათ, ეხლა ნებისმიერ პიროვნებას სჭირდება ვთქვათ ნორმალური საქმიანობისთვის, ფუნქციონირებისათვის, ვთქვათ ხორციელი ძალების მოპოვებისათვის სჭირდება საკვები, სჭირდება წყალი, ჰაერი, ვთქვათ, დასვენება, წილი და ასე შემდეგ. აი სულიერი ცხოვრებისათვის აუცილებელია რა თქმა უნდა ლოცვა და მარხვა. წმინდა მამები ესე მარტივად ამბობენ გასაგებად რომ იყოს რომ ესეთ შედარება მოყავთ რომ აი მთელ ცხოვრებას ჩვენ თუ განვიხილავთ როგორც ზღვას და ადამიანს აი ამ ზღვაში თქვა ნავში მჯდომ ადამიანად მას ორი ნიჭაპი რომელზეც ერთზე ეწერება ლოცვა და ერთზე მარხვა. აი თუკი ჩვენ არც ერთ ნიჭაპს არ მოუსვამთ ეს ნავი ბუნებრივია ვერსად ვერ წავის ერთ ადგილას იქნება. ერთ-ერთი მათგანი რომ მოუსვა და მეორე არა მაინც ვერსად ვერ წავა, იმიტომ რომ ერთ ადგილას იტრიალებს. ამიტომ საჭირო არის რომ ორივე ნიჭაპი თანაბრად მოუსვას. ანუ ლოცვა და მარხვა ეს არის უდიდესი საქმეები ქრისტიანულ ცხოვრებაში. მარხვა მოგეხსენებათ ახლა წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა ოთხშაბათი და პარასკევი მარხვა ზოგიერთების გამონაკლისით გარდა და ასევე არის 4 დიდი მარხვა. ეს არის აი ახლა მოახლოებული დიდი წმინდა მარხვა, წმინდა 220 ესეც ეწოდება მას. შემდეგ მოდის პეტრე პავლობის მარხვა, მარიამობის მარხვა და შობის მარხვა. და განსაკუთრებული მნიშვნელობა რა თქმა უნდა ენიჭება დიდ მარხვას, იმიტომ რომ ის უძღვის დღესასწაულს და დღესასწაულს აღდგომას და მოუწოდებს განსაკუთრებული სინანულისკენ, განსაკუთრებული მოწიწებისკენ ყველა ადამიანს ამ დროს მთელ ტაძარში იცვლება ყველანაირი შესამოსელი თქვათ ის არჩები თქვათ სხვადასხვანაირი ფერადები, ყველაფერი შავფერში არის გადაწყვეტილი რომ ჩვენ განგვაწყოს სინანულისკენ. მარხვას ეხლა წინ უძღვის როგორც თქვენ ბრძანეთ, აი ეხლა ყველიერის კვირა, მაგალითად წინა კვირა იყო ხორციელის კვირა, აი ყოველი კვირა არის ესეთი მზადება, მოწოდება ეკლესიისადმი, მრევლისადმი, რომ ესეთი მომზადებულები შეხვდნენ დიდ მარხვის დაწყებას. კერძოდ ეს იწყება მეზვერესა და ფარისევლის კვირაში, როდესაც იკითხება სახარება, რომელიც ჩვენ გვასწავლის თუ როგორი გულით უნდა წავსდგეთ მარხვის წინაშე, რომ ღმერთი არ არჩევს ადამიანების თქვათ პროფესიას, მათ ასაკს, სქესს და ასე შემდეგ, არამედ ხედავს მათ გულებს. შეიძლება ერთნი თქვათ გარეგნულად ესე გამოიყურებიან თქვათ როგორც მეზვერის იყო ფარისეველი, რომელიც თითქოს იცავდა ამ ყველაფერს წეს და ის, მაგრამ მისი სული სავსე იყო აპარტამნებით და მზაუბრობით და ის აქტიურად განადიდებდა საკუთარ თავს. ხოლო მეზვერე, რომელიც შეიძლება რა თქმა უნდა ისე ვერ ცხოვრობდა გარეგნული სახით, მას ჰქონდა დიდი სინანული. და აი სწორედ ეს მეზვერე გამოვიდაო განათლებული უფალი ამბობს ამის შესახებ. შემდეგ არის უძღები კვირის შვილის კვირა. ამ დროს იკითხება სახარება, როგორ უბრუნდება უმცროსი ძე მამას, რომლისგანაც მან წამოიღო მისი ქონების ნახევარი, გაფლანგა უცხო ქვეყანაში, გაფლანგა არაწმინდა ცხოვრებით მემთრავლეებთან და მეძავებთან ერთად, მაგრამ როდესაც ის აღმოჩნდა უკვე აი დიდი განსასწრების წინაშე
დაიწყო შიმშილობა იმ ქვეყანაშიო და აღარსად აღარ იყო მისთვის არანაირი სარჩო საბადებელი და ეს მთელი ქონება, როგორც გითხარით, მიახარჯა აი ამ არაწმინდა ცხოვრებას, აი ის გონს მოვიდა, შეინანა, გონს მოეგო ეს წერია და დააკეთებს ესეთ დასკვნას, რომ მე აქ გული მithkmisო აი იმ საჭმელის ის მეღორეების წემსად, მეღორე დააყენეს ხორების წემსად და ეს ყველაზე დაბალი საფეხური. რა თქმა უნდა, ებრაელებისთვის წარმოიდგინეთ საერთოდ ორი უწმინდური ცხოველად ითვლება და ისინი მას არც იყენებენ საკვებად. ეს რომაელებისთვის იყო განსაზღვრული გარკვეული კომერციული მიზნებისთვის, მაგრამ და იქ რა თქმა უნდა ყველაზე დაბალი თქვათ მონა და ესეთი ადამიანები მონები იყვნენ დასაქმებულები აი ხორების მოვლით. და ეს ადამიანი აი ესეთი სიტყვებით მოეგო გონს, საოცარი სიტყვებია, რომ ყველა ჩვენთაგანი უნდა მოვეგოთ გონს და უნდა დავბრუნდეთ მამის წიაღში, რომელსაც საჭმელიც ბევრი აქვს, სასმელიც ბევრი აქვს, სიმდიდრეც ბევრი აქვს, იქ უამრავი სხვა მონები და დაქირავებული ხალხი ყავს და ეს კაცი შვილი ამ დროს სადღაც გადახვეწილი უცხო ქვეყანაში ვიღაცას უდგას ხორების წემსად. და ბრუნდება ესეთი სინანულით და აქაც ესეთი საოცარი შეხვედრაა მამის, რომელიც შორიდან ხედავს შვილს დაბრუნებულს თავის სახლში და ეს შვილი მანამდე ფიქრობს, რომ მე ჩემ მამას ვეთქვიო, რომ მე არა ვარო ღირსიო, რომ ვიწოდებოდე შენ ძეთო. არამედ მიმიყე როგორც ერთი უბრალო მსახურთაგანი. სინანულით მოდის. სინანულით, რა თქმა უნდა, მაგრამ მამა შეეგებება, ჩაიგრავს გულში. გასცემს ბრძანებას, რომ შემოსონ სამოსელი პირველი, გაუკეთონ ბეჭედი, ჩააცვან სანდლები, ფეხსაცმელები, გამართონ დიდი რხინით, აკრან ზვარაკი ჭამებული და აღნიშნონ აი ეს დაკარგული შვილის დაბრუნება და ეხლა თუ კი ჩვენ ცხოვრებაში გადმოვიტანთ ამ ამბავს ეხლა რამდენი დაკარგული შვილია ვართ ეხლა მე იმას კი არ ვამბობ რომ ჩვენ ყველანი უნდა დაბრუნდეთ რა თქმა უნდა უნდა დაბრუნდეთ სულიერი თვალსაზრისით ეკლესიის სიახლში იმიტომ რომ ეკლესია ეს არ გახლავთ რაღაც ამქვეყნიური ორგანიზაცია დაწესებულება რაღაც თავისი წესდებით თუ რაღაც იმით ეს არის ერთგვარი ცოცხალი ორგანიზმი რომლის წევრებიც ვართ ჩვენ და როგორც ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს თქვა მას აქვს აი გარკვეული თქვა ესეთი სტადიები თქვა ესეთი ის აი მარხვაში ჩვენც უნდა ვეცადოთ რომ ვიმარხულოთ აუცილებლად აი შეიძლება რა თქმა უნდა არის ესეთი კატეგორია თქვა ადამიანებისა რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო თქვა არ შეუძლიათ მარხვა თქვა იგულისხმებიან აქ თქვა ფეხძიმე კარბატონები თქვა რომელთაც რა თქმა უნდა კვების გარკვეული რეჟიმი ჭირდებათ იმიტომ რომ პატარა ჩანასახი ვითარდება მათ სხეულში თქვა არიან მეძუძური დედები რომელთაც ასევე თქვა კვებისთვის ესაჭიროება თქვა ღვთის პროდუქტებია თუ სხვა რამე შეიძლება იგულისხმოთ პატიმრები რომლებსაც ისეთად შეზღუდული აქვს თქვა რაციონი და ნუ ეხლა კი ამბობენ რომ გაუმჯობეს ეს კვება მაგრამ გასაგები ხარ რაც არ უნდა იყოს საპატიმროში ისეთი კვება რა თუმცა ხშირად არის ისეთ გასხორმის საკითხი რომ აი ჩვენ ვეუბნებით რომ არ არის საჭირო მარხვა მაგრამ ხშირად ეს პატიმრები ძალიან დიდი სიმკაცრით და ძალიან ესეთი შემართული სულიერების დიდი ესეთი გამოხატულებით ინახავენ ამ მარხვას და უამრავი ესეთი შემთხვევა თქვა შეიძლება ამათ იყოს ადამიანი არამე აი საავადმყოფოებში მაგალითად მარხვის ხო მაგრამ ამისათვის ხო აი ყველა ადამიანი როგორც გითხარით განიხილება როგორც აი ამ ცოცხალი ორგანიზმის წევრი ეკლესიის წევრი უნდა მივიდეს მოძღვართან აიღოს როცა კურთხევა გამოითხოვოს აუხსნას თავის მდგომარეობა და მაინც აი ამ კურთხევით შეუდგება ამ მარხვას ახლა მარხვა უნდა გითხრათ რომ ეს მარტო საკვებით თქვათ რაღაც დიეტა არ არის საკვების შეცვლა არ არის ეს გაცილებით უფრო მეტ რამეს ნიშნავს თქვათ ვიდრე საკვების ცვლილებას მაგრამ ამასაც აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა და მე მოუწოდებ ყველა მორწმუნეს ვინც მიიჩნევს თავის თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად იმიტომ რომ ბევრი მივიჩნევთ ბევრს გონია რომ აი ჩვენ ქრისტიანები ვართ მაგრამ აი რამდენად ვართ ამას სწორედ ჩვენი საქმეები წარმოაჩენა აი მე მახსენდება მოციქულის სიტყვები როდესაც ის დაახლოებით ესეთ რამეს ამბობს რომ შენო ამბობო რომ მე რწმენა მაქვსო
და მე გეტყვი შენ რო ეშმაკებსაც აქვთ წმენა რა მათ არიციან რომ რა თქმა უნდა ჩვენზე უკეთ იციან რომ არსებობს უფალი და მაგრამ ისინი ძლიერნო მისი სახელის ხსენებას და მის წინააღმდეგ მოქმედებენ. აი მაჩვენე მე შენი საქმეებიო და მე გაჩვენებ შენ რწმენას. იმიტომ რომ თვინიერ საქმეთა რწმენა მკვდარ არსო. ანუ ამ რწმენის მატარებლები თუ ვართ ჩვენ ვინც არ უნდა ვიყოთ როგორც გითხარით რა ასაკის თუ სპეციალობის თუ სქესის უნდა ვეცადოთ რომ ეს რწმენა გავაცოცხლოთ ჩვენი საქმეები. და ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი ისეთი გამოგინება არის სწორედ ლოცვა და მართვა, რომელზედაც ახლა ჩვენ საუბრობთ. უძღებ შვილს მამამ გამოუტანა სამოსელი პირველი. ალბათ ეს სამოსელი პირველი ნიშნავს იმას, რომ როგორც უფალთან იყო ადრე ადამიანი, ის სულიერი შესამოსელი უნდა ჰქონოდა მას და ისე იმ წმინდა გულით უნდა მიახლებოდა უფალს. და ამაში თან ისიც იგულისხმება, რომ თუ სინანულით მივალთ ჩვენ უფალთან, უფალი ჩვენ მოგცემს იმ პირველ შესამოსელს, იმ პირველ ასე ვთქვათ, მდგომარეობას, რომელიც ჩვენ გვქონდა თავიდან უფალთან, სანამ ადამიანი შეცდებოდა. ესე იგი, სანამ ეს უძღები შვილი შეცდებოდა, მანამდე მას რა მდგომარეობაც ჰქონდა იმ ოჯახში, მამა უბრუნდებს იმ მდგომარეობას, ხო? ხო და ახლა ბევრმა სამწუხაროდ ჩვენმა ტელემაყურებელმა არ იცის, რას ნიშნავს ეს სამოსელი პირველი და იქნებ უფრო ცლად მოგვახსენოთ დაწყებული ალბათ იმ ადამიანიდან, რომელსაც საერთოდ არ უნდა შესამოსელი და მხოლოდ სულიერი სამოსელი ჰქონდა, აი ამის შესახებ და მე როგორ შეიძლება ეს უფალს დაუბრუნდეს სინანულითა და ლოცვით. ჩვენ სიღრმეებში ნუ ჩავართ, იმიტომ რომ ახლა ფართო მაყურებელია თქვა და ახლა უბრალოდ ზედაპირულად თქვა, თუნდაც ეს რომ იმ ადამიანს გარეგნულად შესამოსელი შემოეხა და ფიზიკურად ის გავდა ვიღაცა მაწანწალა ადამიანს და ის დიდი პატივით მიიღო ამ დიდარმა კაცმა თავის ოჯახში და ეს შემოსა სამოსელი პირველი თქვა, ესიც საკმარისია მე რას გულისხმობ. ახლა ჩვეულებრივი მაგალითებით უამრავია თქვა, აი ჩვენ ეკლესიის წევრები შეიძლება არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც თქვა გარკვეული თავისი არასწორი ცხოვრების წესის გამო თქვა აღმოჩნდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში სულიერი თვალსაზრისით. მე გულისხმობ, რომ შეიძლება ზოგი გალუთებული იყოს, ზოგი თქვა ან ნარკოტიკით თქვა ან ნარკომანიას მისდევდა ან სხვა ცოდვებს და მაგრამ მოbrunდნენ ის ადამიანები. დღეს რომ შევხედათ ღვთისწყალობით მადლობა უფალს, რომ ისინი ჩვეულებრივი ეკლესიის წევრები არიან, ანუ განიცარცვეს მას აი მათ ის ცოდვის შესამოსელი და შეიმოსეს სულ ახალი თქვა განწმენდილი და ესე მაგრამ ამას რო თავი დავანებოთ ახლა სულიერი თვალსაზრისით ახლა ყველა ჩვენთაგანს მაშინ როდესაც ადამიანი ინათლება აი მას ახლა ჩვენ როგორც წესი ახლა პრაქტიკაში ჩვენ თეთრი ფერის პირსახოცებს ვიყენებთ მაგრამ სინამდვილეში ეს იყო თეთრი კვართი შესამოსელი ნათლით შეიმოსა ადამიანი ქრისტეთი შეიმოსა აი ეს იგალობება სამჯერ შემოატარებს ღვთელი აი ამ ნათლიებს და ნათლულებს თქვა ნიშნად იმისა ეს წრე არის მარადიულობის სიმბოლო რომ არა აქვს დასაწყისი არა აქვს დასასრული შეიმოსე ნათელი ვითარცა სამოსელი ხო მაგიც არის მაგრამ ამ დროს ღვთელი გალობს რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ ვიღები ეს ქრისტე შეგვიმოსიეს არის ესეთი საგალობელი ანუ ადამიანი თავიდან დაიბადა და მან შეიმოსა სპექტაკლი შესამოსელი ანუ უფალმა აიღო ამ ადამიანის წოდები თავის თავზე და ის დაბადებულია ქრისტეში იშვება მაგრამ ცხოვრება რა არის რა თქმა უნდა ნათელი შევიმოსეთ მოვინათლეთ გავედით გავიარეთ ვიცხოვრეთ და ჩავარდით უამრავ წოდაში ამოვიგანგლეთ ესე ვთქვათ აი ამ შესამოსელი სხვადასხვა სახის ჭურში ტალახში ვთქვათ მე ამას გადატანით მნიშვნელობით ვამბობ რა თქმა უნდა მაგრამ კიდევ ერთხელ გავძლევ ჩვენს შანსს და არაერთხელ და ეს არის ის რომ ადამიანი სწორედ მივიდეს ეკლესიაში და აღიაროს თავისი წოდები, შეინანოს თავისი წოდები და ღვთელი მას უკითხავს შენდობის ლოცვას. და აი ამ აღსარების საიდუმლოს წმინდა მამები სხვაგვარად აი ამ მცირე ნათლის ღებასაც უძახიან. ამ დროს ისევ ის შესამოსელი, ანუ ისევ აი ნათლის შესამოსელი
შეიმოსება, ისევ განიწმინდება ადამიანი და ისევ გამოდის თქვათ ესე სულიერად განწმინდილი. ამიტომ ამის შესაძლებლობა ჩვენ ნებისმიერ მომენტში ნებისმიერ ადამიანს და განსაკუთრებით როგორც გითხარით საუკეთესო დრო სინანულისათვის და სულიერი განწმინდისათვის არის სწორედ მარხვა და განსაკუთრებით კიდე დიდი მარხვა. ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ოკმანობენ დავიწყო ეს მარხვა, არ დავიწყო, შევინახო, არ შევინახო. აუცილებლად გადაადგენ ეს ნაბიჯი. ღმერთმა ყველა დიდხანს გაწუხლოს, მაგრამ არსებობს ეს ერთი მარტივი მიზეზი, რომლის გამოც გადადება არ შეიძლება. ჩვენ არ ვიცით ხვარამდელი დღე რას გვიმზადებს. ღმერთმა კიდევ ერთხელ ვამბობ, ღვთის განგებით. ჩვენ ბევრ ამას გეგმავთ, საზღვრავთ, იქ რაღაცებს ვანგარიშობთ, რაღაცებს ვთქვათ, მაგრამ აი მახსენდება მაგალითად ისე უფლის იგავი. როდესაც ერთ-ერთ პიროვნებას მოვიდა დიდი მოსავალი ხორბლის. და იმ ხელა მოსავალი მოვიდა, რომ აღარც კი იცოდა სათაეტია, ფიზიკურად არ ქონდა იმ ხელა ბეღლები. და უკვე დაიწყო სხვა რამეზე ფიქრი, რომ აი დავშლი მე ამ ჩემ ბეღლებს, ძველ ბეღლებს ავაშენებ ახალს უფრო მოცულობით უფრო დიდს და რომ დავტიო ეს ყველაფერი და რაღაც დამჩენია, ვიხარე სულო, გაიხარე, იცხოვრე ბედნიერად და ჭამთელად. მაგრამ იმ ღამეს მისი სული ღვთის წინაშე უნდა წარსგარიყო. და უფალი ფიქრობს, რომ უბედო შენ რაზე ფიქრობ? შენ დღეს შენი სული ჩემთან უნდა მოიყვანონ ანგელოზებმა და მისი გონება ამ დროს სულ სხვა რამეზე იყო. ეხლა მე რატომ ამბობ? რა თქმა უნდა, მიწიერი საზრუნავი ჩვენ ყოველთვის ჩვენ ყოველდღიურობას თან ახლავს და არც გამოგვერდება. მაგრამ უპირველესი საზრუნავი ადამიანისათვის არის მისი უკვდავი სულის გადარჩენა. უფალი ამბობს, რომ პირველად ეძიებდეთ სასუფეველს ღვთისა და სიმართლესა მისე. ესე ყოველი მოგეცემა თქვენ, ანუ ყველაფერი დანარჩენი, თუ გნებავთ ხორბალი თუ რაც გნებავთ. ამიტომ აი ეს ის დრო არის, როდესაც ადამიანმა პირველად სწორედ აი სასუფეველზე უნდა იფიქროს. უნდა მოაგვაროს თავისი სულიერი მდგომარეობა. უნდა ჩაიხედოს საკუთარ გულში, მე როგორც გითხარით, აი ეხლა იგავ შევეხეთ მეზორესა და ფარისევლის შესახებ და უფალი არ უყურებს გარეგნულად ვინ როგორ გამოიყურება და რა საქმეებს აკეთებს, არამედ რა გულით აკეთებს ამ საქმეებს იმას ხედავს. ამიტომ ჩვენც უნდა ჩვენ გულში ჩავიხედოთ და იქ უამრავ რამეს აღმოვაჩენთ, რაც ვაფრთხოლებს ჩვენ ღვთის წინაშე და იქ ვერავინ ვერ წარსდგება. აი ამ სპექტაკლის სამოსელის შესახებ გარეშე საქორწილო შესამოსელი უნდა ქონდეს ყველას, თორე გამოაძევებენ და გააგდებენ იქ, სადაც არის კბილთახრჩენა და ნოაღწერილი ეს ყველაფერი. ამიტომ ჩვენი მოვალეობა, რომ მუდმივად ხდებოდეს აი ამ ახალი შესამოსელის, ესე ვთქვათ, განახლება და გასპეტაკება. საჭიროა, რომ მან გარეგნულად ჰიგიენური თვალსაზრისით მოიწესრიგოს თავის თავი, ვთქვათ, დაიბონოს, შეიმოსოს ნორმალურად, გამოიყურებოდეს ადამიანურად. მაგრამ ამაზე გაცილებით მეტად არის საჭირო, რა თქმა უნდა. მე ჰიგიენა ვახსენე და ყოველთვის ესეთი შედარება მახსენდება, რომ ჩვენ პატარა ჭირმობაც მივიღო და პატარა აიოდნა რომ გაგვეკაცოს. შესაძლებელია ის აღმოჩნდეს დიდი ინფექციის წყარო და რაღაცა გართულებებთან კონდეს ადგილი, თუ კი არ დავემუშავეთ ის ჭირმობა, თუ კი არ დავიდეთ მალამ ვთქვათ, რაღაც დეზინფექცია ჩაუტარეთ. და ასევე ხდება სულიერი თვალსაზრისითაც. ბოროტი სწორედ ესე შემოდის. ესე შემოდის 1000 გვარი სასტური აქვს მას. 1000 გვარი მახი აქვს დაგებული, ვინსად გააბას. და ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენ, რომ როგორც კი რაიმე საყდენს ჩვენში ნახავს და მისი მთავარი საყდენი არის ჩვენი ცოდვები, რომ მივიდეთ ვაღიაროთ, შევინანოთ და შენდობა ვითხოვოთ ღვთისგან და განვეშოროთ, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ცოდვას. და მე აღარ ექნება მას ჩვენზე გავლენა. აი, უფალი ამბობს, რომ ყოველი კაცი, რომელიც ცოდავს, ხდება იმ ცოდვის მონა და ამისი უამრავი მაგალითი შეგვიძლია ჩვენ მოვიყვანოთ, როგორ ემონება ადამიანი მართლაც ამა თუ იმ ცოდვას, ამა თუ იმ ცოდვილ მიდრეკილებას და ამა თუ იმ ნებას და მას იმის იქით უკვე გახედვაც აღარ შეუძლია და ეხლა მე ნარკომანია ვახსენე, მე მემთვალეობა ვახსენე. კი ბატონო, სმით არავინ არ გვიგზავნოს პირიქით. ღვინო ქართველი კაცისათვის, ნუ ეხლა ეს ძალიან დიდი თემაა და შორს წაგვიყვანს და ესეა ყოველთვის იყო პატივისცემის და თქვა და ეს ღირსებაა ჩვენი ერისა, რომ ჩვენ იმიტომ რომ ღვინო ჩვენთვის არ არის მარტო თქვა რაღაც ალკოჰოლური სასმელი ან რაღაც დამათრობელი სითხე, ეს სულ სხვა რამე. მით უმეტეს რომ პირველი სასწაული უფალმა
ღვინოზე გვაჩვენა, ქორწილში გვაჩვენა, ის თვითონ მიიწმენდა ღვინოს. ამიტომ ჩვენც რა თქმა უნდა ვიხმევთ ღვინოს და აღნიშნავთ ხინია თუ ჭირია, აი ამ პროცესს თან ახლავს ღვინისმას. მაგრამ ამას ალბათ ჭირდება გარკვეული ზომიერების დაცვა, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ საგანზე შეიძლება დაიყვანოს ადამიანი, ხო? ის და ნარკომანია კიდე ეს 100-ჯერ უარესია. ეს არის ჭაობი, ერთგვარი, აი სადაც შედის ადამიანი, რაც უფრო ხუმად შედის, მით უფრო გამოვალ მდგომარეობაში ვარდება და მერე მართლა ძნელი ხდება ადამიანისთვის იქიდან გამოსვლა და ჩვენ გვინახია ისეთი დამოკიდებულება, რომ აი გარდა თქვათ წამლისა თუ დასალევისა ადამიანს აღარც თავი ახსოვს, აღარც ოჯახი ახსოვს, აღარც დედა, აღარც ცოლი, აღარც შვილი და იღუპება ის ადამიანი. მაგრამ ღვთისწყალობით გამოსავალი მე ესე მიმაჩნია და ბევრი დამითანხმება, რომ ისევ ეკლესიაშია, ისევ ეკლესიურ ცხოვრებაში ყოველივე რაც შეუძლებელია კაცთვის, შესაძლებელია ღვთისთვის. ღვთისთვის შეუძლებელი არ არსებობს თუ ადამიანმა ერთი გოლის სიღრმიდან შეთხოვა უფალს, რომ უფალო მიშველე ვიღუპები. და აი მაშინ რა თქმა უნდა უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენგან იყოს გადადგმული ეს ნაბიჯი, ინიციატივა იყოს ჩვენგან მიდიოდეს, აი რაც გვეუბნება, რომ ითხოვეთ და მოგეცემა თქვენ. ეძიებდეთ და პოვოთ, ირეკდეთ და განგებოთ. ანუ ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ ღვთისკენთან. როგორც მამა გამოეგება შვილს, უღრის შვილს, უწყებს შვილს, აი ასევე ყველა ჩვენთაგანს გამოგვეგებება და გულში ჩაგვიკრავს და ისევ შეგვმოსავს და ისევ იზრუნებს ჩვენს. ძალიან საინტერესო ისაუბრეთ, მამო ანდრია. მამო, თქვენ ნარკომანია ახსენეთ, მემთვრალეობა ახსენეთ, მაგრამ ისეთმა სენმა შემოგვიდია ახლა კიდევ აზარტული თამაშების მიმართ სიყვარულის სენმა. და ამ გატაცებამ მრავალი ოჯახი დაღუპა, მრავალი შეძლებული ადამიანი უბედურებაში ჩააგდო, გააყიდინა კონება, სახლი, კარი და სამწუხაროდ ჩვენთან ეს სენი, ასე ვთქვათ, ახალი ძალით აყო და იხსნება ეს სლოტ კლუბები, კაზინოები და რას გვეთქვით ამის შესახებ, რამდენად გამართლებულია და როგორ ვებრძოლოთ ამას. გამართლების რა მოგახსენოთ ამას ნებისმიერი თუნდაც ასეთი ადამიანის ოჯახის წევრი დაგიდასტურებთ, რომ არათუ გამართლება, არამედ პირიქით ცდილობენ რამენაირად, რამე საშუალებებით გამოიყვანონ ადამიანი ამ მდგომარეობაში. თქვენც ახსენეთ და მეც შევეხე რა თქმა უნდა ნარკომანიას და მემთვრალეობას და მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ცოდვა მართლაც არ ადგას შორს ამ წოდებისაგან. მოქმედების თვალსაზრისით პრაქტიკულად იგივეა, რომ ადამიანი მართლაც დამოკიდებული ხდება, ეს აზარტი საშინელი გზნობაა და მე უამრავჯერ მქონია შეხება თქვათ თავიდან როგორც წესი ეს ინტერესი ჩდება, რომ აი შევიდე თქვათ გავერთო, იქნებ რომ გამემართლოს, იქნებ თქვათ რაღაცა და მართლაც შედის და წეხან ჭაობი გიხსენეთ. და ზუსტად ეს ეფექტია, ზუსტად. აი თან პირველად აგებინებენ ახლა ახალ ბედებს. რა მოგახსენოთ ახლა მაგალითების მოყანა უამრავი შეიძლება, უამრავი. მაგრამ ახლა მე ჩემ რევს ესეთ რჩევას ვაძლევ. როდესაც შენ ქუჩაზე მიდიხარ და დაინახავ იქ არის თქვათ კაზინო, ან თქვათ ეს სლოტ კლუბი თუ რაიმე ესეთი სათამაშო აპარატები დგას, აი გადადი მეორე ქუჩაზე და ისე მოვარე, არც კი შეიხედო შიგნით. იმიტომ რომ მართლაც ეს სასტურია, აი ოდნავ ეს არის ანკესი გადაგდებული ბოროტი ძალისადმი. და ადამიანი უკვე კარგავს თავის თავზე კონტროლს. და თავარია აი ის პირველად იმით იყოს დაცული, თქვათ, არ გაუსინჯოს გემო ამას. ეხლა შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ჩვენ ეხლა ამას გადამეტებულად, თქვათ, ისე უყურებთ, თქვათ, მეტისმეტად ვაზვიადებთ. მაგრამ ჩვენ რომ მაგალითების მოყანა დავიწყოთ, აი წარმოუდგენელი რამ ხდება. წარმოუდგენელი რამ, ოჯახები ინგრება, ოჯახებიდან გააქვთ ყველაფერი. სახკარს ყიდიან. აი მე ეხლა ისეთი მაგალითები მქონდა, რომ თქვათ გააყიდინა მართლაც სახკარი თავის მშობლებს, მერე იძულებულები გახდნენ, რომ ეს ადამიანი საზღვარგარეთ გაეშვა და იქ დაუკავშირდნენ იქ, რომ
თქვათ ვინმეს თქვათ ყურადღება მიექცია გზის ფული ძლივს შეაკოწიწეს რამოდენიმე 100 ევრო და მიწეს რომ ჩაიტანა იქამდე და სანამ გემით იქ ჩავიდა გემზე წააგო ის თანხა რაც ესე აი ესეთი წვალებით შეუგროვეს და ესეთი მაგალითები ხო გეუბნები ძალიან ბევრია. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ უპირველესად ღვთის ცნებები უნდა დავიცვათ. რას გვასწავლის უფალი რომ ოფლით შენით სჭამდე პურსა შენსა. ანუ უცებ გამდიდრება რომ გვინდა ესე არ ხდება თქვათ როგორც ესე პარნახობენ თუნდაც ამას ინაც საუბარი ქონდა მაგალითად აჩვენეს მართლაც ესე გამდიდრებული ადამიანები რაღაც ფილმი არის ხოლმე დოკუმენტური რაღაც სერიალებია სადაც მილიონერებს აჩვენებენ მილიარდერებს მათ ცხოვრებას გვაცნობენ გვახარბებენ თუ რაღაცა და მათ შორის იყო აი ესე თქვათ უცებ გამდიდრებული სხვადასხვა ლატარიებში და იმეებში თქვათ იმათი მერე შემდგომი ცხოვრების შესახებ. როგორც წესი უმეტესობა მათგანმა დაამთავრა ვალებით ჩავარდნენ დიდ განსასწრებში და ის ზოგმა თვითმკვლელობა. იმიტომ რომ საერთოდ საბოლოო ჯამში ყოველი აი სიკეთის მომცემელი არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი. ამიტომ რა თქმა უნდა ადამიანს შეგერგება ის თქვათ რაც შენი შრომით არის აქ მარტო ფიზიკურ შრომაზე არაა საუბარი, რა თქმა უნდა ინტელექტუალურ შრომაზე ან სხვა რაიმეზე შენ რაღაცა უნდა გააკეთო იმისათვის. არც ეს ხალხური სიბრძნე არ არის თქვათ ჰაერიდან მოტანილი. რომ ქარის მოტანებს ისევ ქარი წაიღებს და მიდის ადამიანი ერთადერთი მიზნით რომ გამდიდრდეს უცებ ხო მაგრამ ღებულობს საპირისპირო შედეგს რომ კი არა მდიდრდება იმასაც კარგავს რაც აქვს და კიდე ვალებიედება და მთელი ცხოვრება შეიძლება ვერც გაიზდომნოს იმხელა ვალებში ვარდებიან. ამიტომ ეს არის უპირველესად ცოდვა რომელსაც უნდა განიშოროს ადამიანი და ისევ უნდა განიშოროს სწორედ აღსარებით, სინანულით და აი ესეთი ფორმით მე ყველას მოუწოდებ რომ ძალიან შორს დაიჭირონ თავი აი ამ საქმიანობის. კაზინოში ასე ვთქვათ, ხომ ეშმაკს ეთამაშები და შეიძლება ახლა ერთხელ გაგიმართლოს, ორჯერ გაგიმართლოს, მაგრამ განაც შეიძლება სატანას მოუგო. ხო? და ესე მუდმივად ეთამაშო და იქიდან მოგებული გამოხვიდე. იქიდან აუცილებლად დამარცხებული გამოვა ადამიანი. ხო და მიუხედავად ამისა, რომ მან ეს იცის, მაინც ფიქრობს, რომ შეიძლება მოერიოს. რა თქმა უნდა, მე ერთ მაგალითს კიდე გავიხსენე, ჩემი ბიძაშვილი თქვათ, რომელიც რაიონიდან იყო ჩამოსული და თავის სამეგობროსთან ერთად თქვათ, დიდი ხნის განმავლობაში, თვეების განმავლობაში მუშაობდნენ, რომ რაღაცა 2 კაპიკი წაიღო თავიანთი სამი შვილი ყავს იმ ადამიანს და ну, როდესაც უკვე დადგა აი ამ თანხის აღების დრო და მიიღო კიდევაც თქვათ მათ წრიდან ერთ-ერთმა მეგობარმა რომელიც ხელმძღვანელობდა მათ საქმიანობას. ну, აღმოჩნდა რომ ამან ეს თანხა ყველაფერი წააგო კაზინოში. და ამდენი ოჯახი დატოვა ეს. და ეს ჩემი ბიძაშვილი ამბობს რომ ეხლა თვითონ ერკვევა თქვათ თვალსაზრისით რომ კარგი მოთამაშეა თქვათ ჭადრაკი, ნარდი, კარტი რაც გნებავთ. და ეუბნება ჩვენ ხომ ერთად გავიზარდეთ. კიო შენ როდისმე გახსოვს რომ ჩემთვის მოგეგოს ან ნარჩი, ან ჭადრაკში, ან კარტში, ან რაიმე თამაში. არა, შენ ყოველთვის მიგები. ხო და ახლა იმ კრუპიეს მოუგებ, შენ როგორ მოუგებ, ვერ მოუგებ, რა თქმა უნდა, მაგრამ სწორედ ეს არის რომ აი ეს მე მისაუბრე ადამიანთან, რომელსაც მოგებული ქონდა თქვათ იმ ხელათან ხარ რომ გამოვიდოდა საფსიყიდით. მაგრამ ისიც იქ დატოვა და კიდე ვალებში ჩავარდა. და ამბობდა ეხლა მე არ შევსრულო და არც სული არ გამჩენია, მაგრამ იქ არ არის თქვათ არც ერთ კაზინოში არ ვერ ნახავთ ფანჯარას. საათი არ არის საათი რო არ გაიგო დრო არის ძალიან ისეთი სასიამოვნო განწყობა გემსახურებიან ოღონდ შენ შებზანდი ოღონდ თქვათ რაღაცა გიქნია ყველანაირ პირობას რომ შენ იქ დატოვა თუ კი რაიმე გაგაჩნდა. და აი სამწუხაროდ არიან ესეთებიც ვინც ახეში და მე მგონი გასაგებად თქვით რომ ეს ძალიან დიდი ცოდვაა უპირველესად. ცოდვის შედეგი კიდე ვიცით რაც არის. მოწყალების გაღება ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა ცათასასუფეველის დასამკვიდრებლად. რას გვეტყვით მამაო ამის შესახებ? მოწყალების გაღებაზე რა უნდა გითხრათ ახლა ჩვენ ეხლა საუბრობდით დიდი მარხვის შესამზადებელ პერიოდზე და სწორედ აი როდესაც ხორცს დააკრეფის კვირა არის ანუ აი ამ კვირაში წაიკითხა ეკლესიაში სახარება ზუსტად მეორეთ მოსვლის შესახებ, საშინელი სამჟაროს შესახებ
სადაც ესეთი სიტყვებით მოგმართავს უფალი. მიმართავს იმ ადამიანებს, ვინც დაემკვიდრებს ადგილს მის მარჯვნივ, რომ მოვედი ჩემ და საყვარელო მამისა, ჩემისა, რამე თუ შიოდაო მეო და მაჯამით. შიშველი ვიყავი და შემოსეთო. პატიმარი ვიყავი, მოყვედით და მომინახულეთო. ავადმყოფი ვიყავი და ასევე მომიკითხეთ და ზუსტად ესეთი კითხვებია. ესეთი სიტყვებია და საწინააღმდეგო ესმით იმ ადამიანებს, ვინც ვერ გამართლებიან მის წინაშე. ანუ ეს მართლაც ესეთი საზომი მოგცა ჩვენ უკან. რამდენადაც ჩვენ შევძლებთ რომ გავიღოთ მოწყალება, რამდენადაც ჩვენ შევძლებთ, ამით ჩვენ უპირველესად უნდა გვახსოვდეს რომ თუ კი ჩვენ მოწყალებას გავცემთ, ეს რაიმე ესე ვთქვათ კეთილი საქმე, რაიმე ეს არის ჩვენი მოვალეობა, ჩვენ ვასრულებთ ჩვენ მოვალეობას, რომელიც ვარდებული ვართ რომ შევასრულოთ. და ეს არის უმოკლესი გზა მართლაც მოწყალება სასუფეველისაკენ, თუ კი ადამიანი შეძლებს რომ მოყვას, ამოუდგეს მხარში განსასწრების დროს და ჩვენ ყოველთვის გვეძლევა ამის საშუალება, ნებისმიერი ფორმით, საშუალებით, რომ ერთმანეთს შეუმსუბუქოთ ეს ჯვარის დარება. რომ პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ურთიერთად სიმძიმე იტვირთეთო და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი. ამიტომ მე ყველას მოუწოდებ, რა თქმა უნდა, ჩემ მრევლს, ოდესაც მოვლენ შეიძლება რომელიმე მხაც განსასწრებში მყოფ ადამიანს თქვა ჩვენ ვერ შევძლოთ ის რომ მთლიანად გამოვიყვანოთ იმ გომერ, მაგრამ რითიც შევძლებთ ნაწილობრივ თქვა თუ რისი საშუალებაც გვაქვს, ამოუდგეთ ერთმანეთს მხარში და შეიძლება აი ეს თქვა ზოგს ეკონოს რომ დაკარგულია თქვა ის თანხა რაც ჩვენ გავეცით, ან თქვა ის სიკეთე, იმიტომ რომ ბევრი რუსთაველი პირიქით მეუბნება. ხო და აქ არის სწორედ ის სიბრძნე რუსთაველისა და იმიტომ რომ ის არაფერს არ ასწავლის თქვა თავისას, ისე ღვთისას გვეუბნება, რომ მართლაც აი რომ სინამდვილეში ეს ადამიანი კი არ კარგავს ამას. არამედ ის აგროვებს ამას, ოღონდ აგროვებს არა ამ ქვეყნიურ თქვა სადმე სალაროებში და ბანკებში, არამედ აგროვებს ზეცაში, რომელიც არასოდეს მიიღება მისგან, არ დაეკარგება მას. და ამიტომ მოწყალება არა თუ ჩვენი ნებისმიერი აი დავანებოთ თავი თქვა რელიგიას სიტყვაზე, დავანებოთ თავი წმინდა წერილის სწავლებას, ელემენტარული ადამიანური თანაგრძნობის ზნეობრივი კანონები კარნახობენ ჩვენ რომ ვარდებული ვართ რომ ერთმანეთს ხელი გავუწოდოთ და გამოვიყვანოთ ამა თუ იმ მდგომარეობიდან. და ვინც და ჩვენი პატრიარქის სიტყვები გამახსენდება და გავიხსენებ რომ ის ხშირად ამბობს რომ თქვენ გავსვდეთ ესეთი რამ. რასაც თქვენ უკეთებთ სხვას საბოლოო ჯამში ის არის ის საქმე რომელიც თქვენ თავს გავუკეთებთ. და ერთი რამ კიდე აი რომ ეს არის ღვთის საქმე. როდესაც განსასწრებში მყოფი ადამიანი ღმერთს ევედრება, რომ ხოლო შემეწიე და ამეხმარე, აი ღმერთი ამა თუ იმ ადამიანის სახით შეეწევა მას და ანუ ჩვენ ხვდებით ღვთის ხელში აი იარაღი, კეთილი იარაღი. ანუ ღვთის საქმის აღმასრულებელი და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამას, მაგრამ მეორე მხარეც უნდა გავითვალისწინოთ თქვა. იქვე გვეუბნება უფალი რომ რასაკეთებ შენი მარჯვენა, ეს მარცხენა მარიწოდეს. ესო შენ დაბარულად გააკეთებ და ცხადად მოგეგება შენ. ხშირად სამწუხაროდ ისე ხდება რომ ადამიანი აი ამ კეთილ საქმეებს არათუ არ ფარავს, არამედ აფიშირებას უკეთებს, თვითრეკლამას აკეთებს და თქვა აი ეს არ არის მართლაც კეთილი საქმე ამ სიტყვის პირდაპირი თქვა დატვირთვით ნიშნულობით. ეს არის ჩვეულებრივი დღევანდელი ტერმინი რომ პიარი თუ რაღაცას გავს ის რომ აი მე რა კეთილი ვარ რომ წავედი და 20 ლარიანი ვაუჩერი გადავეცი ვიღაცა გაჭირვებას. კი ბატონო, ღმერთმა შეგიწიროს, მაგრამ რა საჭიროა ამის აფიშირება, რა საჭიროა ამდენი ტელეკამერების წაყვანა ამ დროს და რაღაც ესეთი პიარის მე ეს არ მესმის უბრალოდ. შეიძლება მე ვწდები, მაგრამ ეს არ არის ახალებისეული სიკეთე და ეს ამიტომ თუ ვაკეთებთ რაიმეს, გავაკეთოთ ისე როგორც ეს სათნო ეყოფა ღმერთს და არა თქვათ ვიღაცის თავის მოსაწონად. ამას მოუწოდებ ყველას. მამო, აქ ერთი ესეთი პრობლემა დგას. ჩვენ უფლის მიერ მოწყალებას
უფალი მოწყალებას გვავალდებულებს და შეძლების დამაგვარად ქრისტიანი ადამიანი ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ ხანდახან ისე ხდება ხოლმე, რომ მოწყალების განღები თავად გადაწყვეტს ხოლმე თუ რა სახის დახმარება ესაჭიროება იმ ადამიანს, ვისაც ეს დახმარება მართლაც სჭირდება. ხშირად არის ხოლმე, რომ ითხოვენ თევზს და არა ანკეს, თევზის მოსაპოვებლად. ის თევზის მიცემა ერთჯერადია, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ მას ჩვენ თევზაობას ვასწავლით, ის თავისით მოიპოვებს ამ სარჩოს, ხო? და აღარ იქნება იმ გაჭირებულ მდგომარეობაში, ესე იგი იქიდან ამოვა ამ მდგომარეობიდან. მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ეს მოწყავლების თხოვნა პროფესიად აქვს ქცეული. მე მქონდა ასეთი შემთხვევები, რომ ვიცნობდი რამდენიმე ადამიანს და არაერთს, რომ მათ არც თუ ისე დიდი გაჭირვება არ ჰქონდათ. არ ჰქონდათ ისეთი მდგომარეობა, რომ სამათხოვროდ გაეშვირათ ხელი, მაგრამ აი ამაშიც ერთგვარი აზარტი იყო. იცით? და ახლა რა თქმა უნდა, მოწყალების გამღები ქრისტიანი ადამიანი ფიქრობს, რომ როგორ მოიქცეს. ახლა ამ პროფესიონალს დაუკმაყოფილოს ის თავისი აზარტი. მე ვიცი, რომ აი ერთ-ერთმა მოძღვარმა ბინა გაურემონტა ერთ-ერთ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ ეზარება იმ ბინაში ცხოვრება, იმიტომ რომ არის ძალიან მაღლა სართულზე. და ურჩევნია ქუჩა-ქუჩა ხედიანი. და აი ეს როგორ უნდა გაანაწილოს ადამიანმა. მე ერთ-ერთმა მოძღვარმა მითხრა, რომ მიეცი ის, რასაც ის გთხოვსო და დანარჩენი შენი საქმე არ არის. ასე რომ შენ ნუ გადაწყვეტავ იმას, რა სახის დახმარება ესაჭიროება, არამედ შენ გააკეთე ის თხოვნა, შეასრულე ის თხოვნა, რასაც ის გთხოვსო. აი თქვენი მიმართება როგორია ამ საკითხთან? რა გითხრათ, ახლა საკმარისი მაგალითები მოიყვანეთ ჩვენ, რომ დასვენები გავაკეთოთ. ახლა ერთმა ჩვენ გონება მოგცა, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ განსაზღვროთ, თქვათ, სად რა დოზის, რა სახის დახმარება აღმოუჩინოთ ადამიანს საერთოდ. მე ხშირ შემთხვევაში ვამბობ ხოლმე, რომ არსებობს ესეთი სამეუფო გზა, თქვათ, არ გადაიხარო არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, არამედ აი ესეთი შუალედური მდგომარეობა გვაჭირებსო და მე სწორედ მაგას გულისხმობ. ახლა ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, თუ კი ჩვენ ვხედავთ, თქვათ, იგივე ხა თქვათ, ნარკომანს უნდა წამლის გაკეთება, მაგალითად, ხომ და ჩვენ მივიცეთ ეს ფაქტიურად ჩვენ ხელს უწყობთ მას, თქვათ, აი ეს წოდვაში ყოფნისათვის და რაღაცა და ნუ ახლა შეიძლება ეს ისეთი მაგალითი არ არის და მსგავსი რაღაცა. ან და ლოთი დილით რო უნდა მაგრამ ახლა აი მაინც არსებობს ესეთი არაკანონიკური წიგნი, თქვათ, მოციქულთა სწავლებანი, დიდაქეს სახით. აი ესეთი საოცარი სიტყვები წერია, რომ მოციქულები გვეუბნებიან, რომ შენი ხელებიო გასაცემათო ყოველთვის გაშლილი იყოს და ნუ არც დაფიქრდე ვის აძლევ, რატომ აძლევ, რაში მოიხმარს, რამდენს აძლევ, გაიცი. არც დაფიქრდე ამას. მართლა ჩვენ რო დავიწყოთ ესე ნებისმიერ ახლა ის ვიღაცა რაღაცას თხოვს ახლა. შეიძლება მე მაგ დასკვნად მე ახლა იმან იქნებ წაიყოს და დალიოს ან რაღაცაში მოიხმაროს. მაგრამ შეიძლება ეს სულაც არ იყოს ესე და მართლაც პურის ფული უჭირდეს ხომ. ამიტომ გაცემის დროს ნაკლები დაფიქრება გმართებს თურმე როგორც მოციქულს უბრძანებია და უნდა დაუჭიროთ რა თქმა უნდა. მაგრამ როცა რაღაცას იღებო, აი მაშინ კი დაფიქრდი. რომ გეკუთნის ის შენ თუ არ გეკუთნის. აი ეს შეეხება იმ მეორე მხარეს, თქვა, ვინც პროფესიად გაიხადა, თქვა, მოწყალების მიღება. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა ქმედებაზე ღვთის წინაშე ვართ პასუხისმგებლები. ის თუ რამე შენ მოგეცა, იმაზე მოგეთხოვება შენ პასუხი. ჯერ ერთი რა გზით მიიღე ის. გჭირდებოდა თუ არ გჭირდებოდა, თქვა, გეკუთვნოდა თუ არ გეკუთვნოდა და ასე ამიტომ ჩვენი თუ რამე ეს სასწორზე დგას საქმე, გადავწონოთ იქითკენ რომ გავიღოთ, თქვა, ნაკლები დაფიქრებით. მაგრამ მიიღების დროს ყოველთვის დავფიქრდეთ, რომ ავიღოთ თუ არ ავიღოთ. ეს ერთ მხარესაც ეკუთვნის და მეორე მხარესაც დაფიქრება და აწონ, ამიტომ რომ
ჩვენ ღმერთი გვაძლევს ყველაფერს. იმ ადამიანის ხელით, მაგრამ ღმერთს ვთხოვთ. და შეიძლება ისეთ რამეს ვითხოვთ, რაც მართლაც არ გვეკუთვნის, თქვათ, ან ეს გადავექციეთ ჩვენ რაღაც როგორ გითხრათ, ცხოვრების წესად და სამწუხაროდ ესეთი რამეები ხდება. იმიტომ ჩვენ ახლა ნოვიქნებით საჯულები ამ შემთხვევაში. სიკეთეს მაინც აი როგორ გითხრათ, იცით, რატომ არის ეს ყველაფერი, თქვათ, აი ჩვენ ირგვლივ ამხელა ამდენი განსასწრელი, ამდენი ახლა აი თქვათ ახლა 1-2 კვირის წინ და ეს ბოლო დღეებია როგორი ყინვები იყო და როგორ განსასწრელში ჩავარდნენ აი ის გაჭირებული ხალხი, თქვათ, რომელსაც საკარი არ ქონდა. და არსებობს რაღაც სტატისტიკა, რომ რამდენიმე 10-მდე ადამიანი ელემენტარულად გაიყინა და ყინვა მოკლა ის ადამიანები ვერ გაუძლეს ამას, ხო? ალბათ განვითარებულ ქვეყნებში და მე ვაბარაკობ საქართველოში, თორე ევროპაშიც რა თქმა უნდა იქ უკვე ასეულებს იასაუბრა. ხო და აი რა თქვა ჩვენმა წინაპარმა და როგორ თქვა რაც დავარია რომ რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. იქ სადაც სიყვარულია, იქ სადაც ერთმანეთი ადამიანებს უყვართ, სადაც ღმერთი უყვართ ადამიანებს, იქ ესეთი შემთხვევები ნაკლებად ხდება. იქ ნაკლები არის, თქვათ, აი მივიცე, არ მივიცე, რაში მოიხმარს რაღაცა. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლითაც ჭარბად აქვთ ეს ქონება, ხო? ძალიან მომეტებულად, თქვათ. დავანებო ჩვენ ქვეყანას თავი მაგალითად. აი ჩვენ გაზაფხულზე მაგალითი ავიღოთ, თქვათ, რა მოხდა ლიბანში, ხო? როდესაც ლიბიაში, ხო? ლიბიაში. როდესაც, თქვათ, აი ეს კადაფი გადააყენეს და მე როგორც აღმოჩნდა, ესე იგი რაღაც ასტრონომიული თანხა ქონია მას ანგარიშზე ლაპარაკი იყო 65-85 მილიარდ დოლარზე. რა თუნდა ერთი ადამიანი ამხელა თანხას მას არ ეყოფა არანაირი ცხოვრების, თქვათ, რა ისე მოიხმაროს რამეში, ხო? ეხლა მე რატო გეუბნები? უამრავი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლება. უამრავი თუნდაც აი მომავტავი ადამიანისთვის ხელის გაწოდება და რაღაცა და ვისაც ამის საშუალება აქვს, უნდა აიღოს რა თქმა უნდა, ვისაც არა აქვს, რითიც შეძლებს და მეორესაც გეტყვით ახლა. აი ხშირად თქვათ ახლა შეიძლება ეს დახმარება არც იყოს მატერიალური სახის. მე ვფიქრობ, რომ სულიერად რო ადამიანს გაუწოდოთ ხელი, ეს უფრო შეიძლება ხშირ შემთხვევაში ბევრს ნიშნავს. ეხლა აი ვახსენეთ მაგალითად აი ესეთი საშინელი წოდებები, როგორიც არის, თქვათ, ნარკომანია, როგორიც არის, თქვათ, აი ეს აზარტული თამაშები და რა. ვიღაცამ იქ აი პირველად იმ ადამიანს შეთავაზა, რომ გაესინჯა, თქვათ, ის ნარკოტიკული საშუალება. უბრალოდ რაღაც, თქვათ, აი ერთი პატარა ბიძგი მისცა, ხო? ევას ხო, აი, ერთმა სიტყვა, ერთმა ქმედება, ერთმა გადაწყვეტილება ამ ადამიანის მთელი მომავალი ცხოვრება სასწორზე დადო და დაუყვის გზაზე წაიყვანა. ისევ როგორც ერთხელ თქვათ ვიღაცამ წამოდი აბა შევიდეთ კაზინოში და ვითამაშოთ, აბა იქნებ რამე მოვიღოთ. და უბიძგა იმას, ვაი მასო უფალი ამბობს, ვისგანაც ეს სასტური მოდის. და აი ამ დროს მე რას აი ადამიანი, რომელიც თითქმის სულ დგას აი სადღაც უსხლურის პირას. შეიძლება ერთი ვიღაცამ ხელი კრას და იქით გადავარდეს, რომ საიდანაც ვეღარ ამოვიდეს ვერას. და შეიძლება გაუწოდოს ეს ხელი და აქეთ გამოიყვანოს და სწორ გზაზე დააყენოს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ამ ადამიანის რჩევა, ამ ადამიანის გვერდში დგომა გაცილებით მნიშვნელოვანია მისი მომავალი ცხოვრების და მისი უკდავისუნისათვის, თქვათ, ვიდრე იქ რაღაცა მატერიალური იმის გაკეთება. ამიტომ ჩვენ შეიძლება ჩვენი კეთილი რჩევით, აი მე მახსენდება ერთი ესეთი მაგალითი, რომ ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც დადიოდა თურქეთში, თქვათ, და მისი შემოსავლის წყარო იყო არაწმინდებით ცხოვრება. და ნუ რა ვქნათ ახლა განსასწრელია, გაჭირვება და ბევრი ადამიანი სხვადასხვა გზაზე დადგა. მაგრამ ერთი თქვათ ეს როდესაც გრძელდება დროში იწერება ის როგორც ჩვეულებრივ საქმით ეს ერჩება და დღეს ახლა ტელევიზიითაც ამას ამ ცხოვრების წესს ვარნახობენ და თქვათ ეს უძველესი პროფესია თუ არ დავიწყოთ ამას საუბარი. და ერთხელ ის კაცი როდესაც ჩამოსული იყო რუსთავში შესულა მისი მეზობელი და
აჩუქა ახალი აქტი. და უთხარ, ბაბა, წაიკითხო ესო, გადახედებთ ის სიტყვა. და როგორც კი ამ ადამიანმა ხელში აიღო წიგნი, ახალი აქტი, გადახედა, წაიკითხა. და რაღაცა მოხდა მის შინაგან ცხოვრებაში, იმიტომ ყველანი ღვთის გაჩენილები ვართ, ყველანი ღვთის შვილები ვართ. ყველაში არის ჩადებული სწრაფა ღვთისადმი. შენ ძალიან უნდა მოინდომო, რომ ეს სწრაფა დადგუნო შენში. და შენი თავი უნდა ძალიან მოატყო, არაფერი არ არსებობს, რომ ეს ყველაფერი თქვა გესმით. და ეს ადამიანი მოექცა იმ დღიდან, როგორც კი მან წმინდა წერილს ხელი შეახო. და ცხოვრობს ეხლა როგორც გავიგე ქრისტიანულად, დადის ეკლესიაში, აღსარებას ამბობს, ეზიარება, აცვია გზება თავზე თავსაფარია, ცდილობს რომ გარეგნულადაც კი ესე გამოიყურებოდეს და წმინდათა ცხოვრებაში უამრავი მაგალითია ამის. იგივე მარიამ მერმუტელის ცხოვრება, რომელსაც ასევე ჩვენ დიდ მარხვაში მოიხსენიებთ, ეს ხომ ჩვენთვის ყველასთვის ესეთი დიდი მაგალითია, ხომ? ადამიანმა, რომელმაც მიაღწია სულიერი ცხოვრების ძალიან მაღალ სიმაღლეებს, ცხოვრობდა მანამდე სწორედ აი ამ ხორციელ განცრომაში და არაწმინდებაში. მაგრამ ამასაც არ აქვს ფაქტიურად ესეთი მნიშვნელობა, აი წეხანაც გითხარით, ყოველივე რაც შეუძლებელია კაცისათვის, ღვთისათვის შესაძლებელია და ღმერთი ყველა სწავლობის თვალით გამოხედავს, რა თქმა უნდა. ვინც კი მისკენ წარმართავს თავის მზერას. თქვენის მიმართულებით მეც ერთ მაგალითს გავიხსენებ, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. მეუფე ზოსიმესთან მქონდა საუბარი ამ მოწყალების შესახებ. და მეუფემ ასეთი რამე ბრძანა, რომ გააკეთეთ, გაეცეთ ეს მოწყალება. ოღონდ ეს არ გააკეთოთ ადამიანებისთვის. გააკეთეთ უფლისთვის და გამოვა ადამიანებისთვის. თუ ადამიანებისთვის გააკეთებთ, მაშინ ძალაუნებურად იმ ადამიანებისგან მადლობასაც ელოდები და ეს მადლობა შეიძლება ვერ მიიღოთ. ამიტომ მადლობის გულისთვის ნუ გააკეთებ ამ საქმეს. საერთოდ მოწყალებაზე არის საუბარი. და ეს სიტყვები იქცა ჩემი ცხოვრების დევიზად შემდგომ. რომ არ შეიძლება ადამიანს გაუკეთო რაღაცა და მერე დააღვედრო ეს. იმიტომ რომ შენ აკეთებ უფლისთვის, ეს იგივეა, რაც უფალს დააღვედრო. ხო? ასე რომ ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელსაც მოუწოდებთ, რომ გააკეთონ ღვთისთვის და გამოვა ადამიანებისთვის და არასოდეს მადლობას არ ელოდნენ. დიდი ხნის წინ დაახლოებით 15 წლის წინ მახსოვს ხარება იყო, ვახტანგ გორგასლის ტაძარში გავივარდ იმით, რომ წირვა არის და მანამდე აქეთ ცხოვრობდით მესხიშვილზე და გადმოვეკვინე მაღაზიაში, რომ მეყიდა თევზი, ხარებას მოგეხსენება თევზით ხსნილია და თან ძალიან ვჩქარობ, რომ არ დავაკვირდე. ამ დროს, როდესაც უკვე თითქმის გამოსდი თქვა და გზაზე უნდა დავიღაცა, უკინდა მეძახის მამა ერთი წუთით დავინახე და ერთი პიროვნება, არ ვიცი ვინ იყო, შეიძლება ვიღაც თქვა ეგრეთ წოდებული ბომჟი ან თქვათ ის წარმოშვებული რაღაცა პიროვნება. მოიცადე ერთი წუთია, მოიცადე და მოვიდა და რაგნებად. და მე ეხლა მინდა რომ გაღმა გავიდა და ფული მომეციო მარშრუტკისო და თან მითხარიო რა მარშრუტკა გავაო. მაშინ 20 თეთრი თუ რაღაცა ყიდა, აღარ მახსოვს, მივეცი 50 თეთრიანი და უთხარი აი დადექი ნებისმიერი ტრანსპორტი გამოივლის, დაჭიქი, გაგიყვანს გაღმა და იმდენი ფული დაგჭირა, რომ გამოვაც გაგვიდა მეთქი. მივეცი და გავბივარ ისე ამ ჩემ გზაზე და რომ გავსდი კიდე 1-20 მეტრი და მამა მოიცადე უკიდე. იგივე პიროვნება მეძახის და თან ძალიან ვჩქარო. ნუ გავჩერდი ახლა მეთქი რაღა უნდა ამ კაცს. და შევრონდი მეთქი რა ხდება მეთქი. არაფერი იცოდეო, შენ დღეს გამოსდა ჩააბარე. ზუსტად აი სიტყვები მითხრა. ეხლა რას ნიშნავს რატომ მითხრა, მაგრამ ისე მახსოვს იმ პიროვნების ნათქვამია სიტყვები. თითქოს ყოველი რაღაცა მოვლენა ჩვენ პატარა უმნიშვნელოც კი ჩვენ ცხოვრებაში პატარა გამოსდა. აი როგორ ჩავაბარებ ჩვენ ამ გამოსდას. რამდენად გვეყოფა ჩვენ
აი სიყვარული თქვი მოყვას ისა, რამდენად გვეყოფა რწმენა, ისა, რამდენად გვეყოფა თქვა ჩვენი აი თანადგომა და უამრავი ჩვენ ვიცდებით ამ ცხოვრების განმავლობაში, რომ აი ამ გამოსდებით, აი ამ განსასწრებით, ამ ყველაფრით ჩამოგშორდეს რაც ზედმეტია და აი ამიტომ და ესეც განვიხილოთ, რომ ამას ღმერთი ვსდის ჩვენ. ეხლა მე არ ვიცი ეს სიტყვები ისეა, ასეა, მაგრამ ძალიან ესეც საყურადღებო სიტყვებია. მეცაც გეტყვით. ერთხელ სვეტი ცხოველში ერთ-ერთ მღვდელს სთხოვს ერთ-ერთი პიროვნება ფსიქიურად თქვათ დაავადებული, რომ მამო დამეხმარეო რამეთიო თანხა მოგვეცი. და არა მაქვს არაფერი შურო რა უნდა მოწი. ხო და აი სწორედ იმიტომ არა გაქვს, რომ დახმარება რო არ გიხარდო. ხო და რო გასეო მოგიცე მამა. ეხლა ის თქვათ სხვანაირად, მაგრამ თუ კი გავცეთ, მართლა მოგვეცე. და თუ კი არა გვაქვს, შეიძლება მართლა იმიტომ არა გვაქვს, რომ აი გაცემა გავიწდება ხო. შეიძლება ესეც ესე იყოს. მამო ანდრეა, ჩვენს ტელემაყურებელს ძალზე ხშირად აინტერესებს და წერენ კიდევაც და გვირეკავენ კიდევაც ამის შესახებ. თუ როგორ დაიცვან მარხვა? აი ზოგი მაგალითად ფიქრობს, რომ პირველი კვირა რომ დავიცვა ეს მძიმე მარხვა და ბოლო კვირა რომ დავიცვა მძიმე მარხვა, ჩამეთულება თუ არ ჩამეთულება? კი ბატონო, ეხლა მithumetes ყველიერის კვირაში ვიმყოფებით სწორედ მაგ პერიოდში, როდესაც აი შედის ესე თქვათ დიდი მარხვის მზადება, აღწევს იმას და დაიწყება პირველი მარხვა და ეხლა ტრადიციულად მართლაც პირველი და ბოლო კვირა დიდი მარხვისა არის თქვათ უფრო მძიმე მარხვა, მკაცრი მარხვა. ეხლა თუმცა ეხლა როგორ გითხრათ, იცით რომ ეს სიმკაცრეც ეხლა არ არის განსაზღვრული თქვათ რაღაც მაინც ესეთი რაციონი თქვათ, აი კიდე თუ არა ყველასთვის ერთნაირად იყოს, არამედ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული თქვათ. უპირველესად ეხლა ადამიანის ასაკზე თქვათ, შეიძლება ეხლა ხანდაზმულს და ახალ ბავშვს და თქვათ მოზარდს ეხლა ისეთი სიმკაცრე არ ჭირდებოდეს თქვათ ისევე როგორც სხვა შემთხვევებიც არსებობს თქვათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არა, მაგრამ თუმცა ახლა შიმშილობას მაინც არ გულისხმობს ეს თქვათ, იმიტომ რომ უბრალოდ აი ეს პირველი 5 დღე, ანუ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ქრისტიანები უზეთო უცხიმო საკვებს მიირთმევენ. შეიძლება ჩვეულებრივად იყვება ნორმალურად თქვათ, ახლა აი მე წეხა თქვი სამეფო გზის შესახებ, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანი არ უნდა გადაიხაროს არც მარჯვნივ, არც მარცხნივ. არც ზედაპირული და ზერელი დამოკიდებულება არ შეიძლება, მაგრამ არც ის არ შეიძლება, რომ ზოგიერთი ისეთ რამეს იტვირთებს, თქვათ, აი ესეთ განსაკუთრებულს, ისეთი მძიმეს, რომ თქვათ, მისთვისაც, თქვათ. ამიტომ ეს დამოკიდებული ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე, თქვათ, რამდენად შეიძლება, თქვათ, გამოცდილია ამ საქმეში ან არ არის. ახლა მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ მაგალითად. მე ხა ვინახავდი ხოლმე შემდეგნაირად თქვათ, რომ ვიყავი მარტო პურზე, წყალზე და თქვათ, წვანილს მივირთმევდი ხოლმე აი ამ პირველი 5 დღის განმავლობაში და ბოლო 5 დღის. მაგრამ ეხლა ეს აშკარად აღემატებოდა ჩემს სულიერ მდგომარეობას, თუ რა დავარქვა ეხლა ამას. ეხლა ჩემზე მაგალითად, როდესაც მშიერი ვარ, ეხლა ისევე როგორც ყველა ადამიანი თქვათ, რაღაცა განწყობები გეცვლება. და ჩემმა მეუღლემ ერთხელ მითხრა, რომ ჯობია რომ შენ საჭმელი შეჭამო ნორმალურად, ვიდრე ჩვენ გვჭამო სახლში. ჩვენ შეჭამო. გავითვალისწინე რა თქმა უნდა, ზომიერად. აქ არ არის ლაპარაკი შიმშილობაზე, ლაპარაკი თქვათ რაღაც განსაკუთრებულ ყვალზე. თუმცა აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა, ხა განსაკუთრებით ბოლო კვირა ხა მე თქვი რომ წმინდა 40 ქვია მას, მაგრამ სინამდვილეში 40 დღე რო გადის, მე მოდის უკვე ნების კვირა, რომელიც სულ ცალკე განიხილება. ეს არის უფლის ამ ქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებს ვიხსენიებ ჩვენ. ამიტომაც იქ არის დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი და ასე მოყოლებით და ის რა თქმა უნდა უფრო მკაცრია. ეხლა მამები საერთოდ ძველად ეხლა თქვენ რომ საიდან მოდის, როგორ მოდის, ეს უძველესი ტრადიცია 40 დღიანი ასეთი მარხვის შენახვა თქვათ. აი შენდობის წესია თქვათ, ეხლა ამ კვირას იქნება ხომ? მივიდოდნენ ერთმანეთს შენდობას თხოვდნენ თუ კი რაიმე წოდები გააჩნიათ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ, ეხლა სასულიერო პირების მიმართ, ასევე სასულიერო პირები ვითხოვთ ერთმანეთისგან და მრევლისგან და მღვდელმთავრისგან თქვა ავიღებთ როცა კურთხევას რომ დავიწყოთ ეს წმინდა მარხვა და აი ადრე გადიოდნენ უდაბნოშიო და ძალიან მკაცრად ინახავდნენ. ეხლა ჩვენც მსგავსად თქვა, აი ვცდილობთ რომ
რაღაცნაირად თქვა ცოტა მკაცრად მოვთხოვოთ საკუთარ თავს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ახლა განსაზღვროთ ჩვენი შეძლების მიხედვით ახლა მე მახსენდება ესეთი რამე ხა მომიწია ადრე ერის კაცობაში თქვა მონასტერში ყოფნა და იქ ტრაპეზზე იყო თქვა მოხარშული ბოსტნეული თქვა იგივე კარტოფილის დაფილვა თუ სხვა რამ და ამავე დროს იყო ზეთი. თუ ვინმე უძლური იყო, თუ ვინმე თქვა ის იყო, ახლა მას ზეთიანი რომ მიერთო, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თქვა ის მარხვას დაარღვევს. არავითარ შემთხვევაში. მაგრამ თუ კი გავითვალისწინებთ ამას, აი გავითვალისწინოთ ის რომ უზეთოდ შევინახოთ მარხვის პირველი კვირის პირველი 5 დღე, ნების კვირა ბოლოში და შუა მარხვაში 4 შაბათი და პარასკევი. დანარჩენ დღეებში ჩვეულებრივი სამარხო საკვები ვიხმიოთ, თევზი არ შეიძლება, გარდა ხარებისა, ზობისა თქვა და აი ამ დღეებისა. მამა ანდრეა, ხშირად ხდება ხოლმე რომ ადამიანი თვითნებურად იღებს გარკვეულ ღვაწლს მარხვის პერიოდში და ჩვენ წმინდა მამები გვასწავლიან რომ უნდა მიხვიდე მოძღვართან და მოძღვარი მოგცემს კურთხევას. ხშირად აი მარტო წყალზე და პურზე არიან, აი ასეთი შეკითხვა შემოვიდა აი ბოლო კვირას მაგალითად და მერე ცდილობენ უფლის წინაშე რაღაცნაირად გამოვიდნენ რომ თქოს ჩაეთვალოთ ეს მარხვა თუ რაღაცას ასეთი ამდაგვარი. ხო და აი ამის შესახებ რა გითხრათ, მე ჩემი პირადი მაგალითი მოვიყვანე ამასთან დაკავშირებით და თან თავიდან ისიც ვახსენეთ, რომ ეკლესია ეს არის ერთი მთლიანი ორგანიზმი. და ამიტომაც ჩვენ ერთობა გვაქვს, აი ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღიარებთ. ანუ კარგი იქნება თუ ადამიანი პიროვნულ თქვათ რაღაც თვით შემოქმედებას, თვით კურთხევას, რაღაც იმენებს ესეთ პრაქტიკას, ამიტომაც არის საჭირო კონდეს მოძღვართან ურთიერთობა თქვათ და როგორც არის დაწესებული ეკლესიის მიერ, აი ესე შეინახოს მარხვა. არა თავისი შეხედულების სამებრ. არ არის საჭირო კიდევ ერთხელ ვამბობ ახლა მაინც და მაინც ესეთი სიმკაცრის ისა თქვათ. სრულიად საკმარისია რომ ადამიანმა უცხიმოდ მიიღოს თქვათ აი ეს შეინახოს ის ბოლო დღეები და ეს პირველი 5 დღე. და მე ყველას უსურვებ რა თქმა უნდა ღმერთმა გააძლიეროს კიდევ ერთხელ ვამბობ ახლა ეს საკვების შეცვლა ეს არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს. ეს მით უმეტეს ახლა დამეთანხმებიან ის მორწმუნეები, ვინც წლების მანძილზე მარხვებს ინახავენ და თქვათ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესია ჩვენთვის და აქ სირთულეებს არ ვაცდებით. აქ მთავარია ადამიანმა თავის შინაგან სამყაროს გადახედოს. აი იმ სულიერ მარხვაზე რაზეც საუბრობდით, რომ მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი. არის ესეთი ფორმულა, არის ესეთი ის რომ აი ამ ბოროტების საყდენებს ჩვენში არ მიცეთ საშუალება რომ თქვათ განავითარონ გაადგენ თავისი ფესვები და ამიტომაც უპირველესად მარხვა იმიტომ გჭირდება ჩვენ რომ სულიერი ნაყოფი გამოიღოს, სულიერად განვიწმინდოთ, სულიერად გავძლიერდეთ, სულიერად აღორძინდეს ჩვენი ერი და ყველანი გახდნენ წმინდა ეკლესიის წევრი, გავერთიანდეთ რომ აი ამ რწმენი ცხოვრობდა ჩვენი წინაპარი, ამ რწმენამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე და ჩვენ თვალწინადებს ესეთი საოცარი მაგალითი რომ მთელი ის თავს მოხვეული თქვათ ის კომუნისტური თუ რაღაც ის იდეოლოგია მარქსიზმის ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მაგრამ დღეს ისევ წინავს ქრისტეს ჯვარი ყველა ჩვენთაგანისთვის ისევ ისეთი მნიშვნელოვანია ყოველი სიტყვა უფლის მიერ თქმული და ეკლესია არის უფლის ეს არის ქრისტეს ეკლესია თავი არის ქრისტე და ჩვენი წინამძღვარი ჩვენი უფალი ჩვენი ღმერთი არის იესო ქრისტე და ჩვენ ყველა მას მივსდევთ ესე ვთქვათ აი რა გვასწავლის მოციქული პავლე რომ მობაძავ ჩემ დაიყენით ვითარცა მე ქრისტესა მივყვეთ ჩვენ ავიღოთ ჩვენი ჯვარი და გავყვეთ უფალს გავყვეთ ზუსტად ისე როგორც ვაკურთხებს გვასწავლის ეკლესია და არა თვითნებურად არა ვთქვათ თვით რაღაც იმიტომ რომ არ მოხდეს აი ეს გადახრაც ეხანაც რაც გითხარით არც მარცხნივ და ვიაროთ სამეუფო გზაზე და სამეუფო გზა ეს არის ქრისტეს გზა და მიგვიყვანს ქრისტემდე და ღმერთმა ყველა დაგლოცოთ ღმერთმა შეგაძლებინოთ ამ წმინდა მარხვის წმინდა ჩენახვა და მრავალი ბედნიერი დღესასწაული გაგითენოთ და დღესასწაული როგორც არის აღდგომა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი ამინ